ქართული ოცნების ინიციატივას, რომელიც ნაციონალური მოძრაობისა და მასთან აფილირებული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება, დღეს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანიც საქმიანობის არსი, მათ შორის პერსონალურ შემადგენლობა, სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია, მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ამით სახელმწიფო სუვერენიტეტი კიდევ უფრო გამტკიცდება. ჩვენთვის რაღაცა ფორმალური სტატუსები არ არის გადამწყვეტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პარტიას ჰქონდეს ნორმალურ მეტნაკლებად მაინც ნორმალურ იურიდიულ გარემოში მუშაობის საშუალება, მაგრამ თუ ამას აგვიგზალავენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას იმ მეთოდებით, რა საშუალებებით ჩვენ გვექნება. ეს ის წესი და პროცედურა, რომელიც წლებია მოქმედეს. ერთადერთი, რაც ახლა ემატება, არის ის, რომ არ მივცეთ საშუალება იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რომელიმე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, არ მივცეთ მის წევრებს საშუალება, რომ გვერდი აუარონ, ასე ვთქვათ, სისტემას. თუ კი იქნება პირობითად, რაიმე ფაშისტური პოლიტიკური პარტია, რომელსაც ფაშისტური იდეოლოგია აქვს და ის ჩაითვლება არაკონსტიტუციურად, შემდეგ იგივე ხალხი იგივე ასე ვთქვათ მიზნებით იგივე ოფისში გამოვლენდა აბრას გამოცვლიან და ნაცვლად ერთი პარტიის სახელისა დააწერენ მეორე პარტიას. ნუ ეხლა ეს ხო ხვდებით არის სისტემისთვის გვერდის ავლა.